კარგი ბატონო, ირაკლი კითხავთ. თოსყოთ. შეგვიძლია მეგობრებო. დღეს ვესწრებით ჯარის ბანაკის გახსნას ვესწრებით კოჯორში. არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის, მათ აქვთ საშუალება უშუალოდ ბაზებზე გაეცნონ სამხედრო საქმეს, ეზიარონ იმ გამოცდილებას, რომელიც არის დაგროვილი ჯარში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, გარდა იმისა, რომ მოგრძული ცოდნის გაზიარებას ემსახურება, ამაღლებს პატრიოტულ სულისკვეთებას ახალგაზრდებში, შესაბამისად არის ყველა თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა. და მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მოსწავლეს, რომელიც არის ამ პროექტში ჩართული. მთლიანობაში არის 2300 მოსწავლე ჩართული ამ პროექტში და წარმატებები თითოეულ მათგანს. ბატონო, კითხავთ სხვა თემებზე. პრეზიდენტის ქმედებაზე უნდა კითხოთ. ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ პერიოდში მან გაცხრილა ქართული ფეხბურთის ფედერაციის გუნდის წევრების სია, დააყო ერთგვარად რომ შეაფასოთ მისი ეს ქმედება და ასევე შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჰქონდა ესეთი განცხადება, რომ თითქოს ხელისუფლება პრეზიდენტის წინააღმდეგ განაწყობს ფეხბურთელებს და რიგით მოქალაქეებს. როდესაც ჩვენ გავგზავნეთ შესაბამისი წარდგენება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გავიარეთ კონსულტაციები ფეხბურთის ფედერაციასთან, ნაკრებთან, იმისათვის, რომ გუნდში რაიმე ტიპის უკმაყოფილება არ გამოეწვია წარდგენებას, რომ არ მოხდარიყო რაღაცა დიფერენცირება იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც საკუთარი წვლილი მიუძღვით ნაკრების წარმატებაში, ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები და შევადგენეთ შესაბამისი სია. თქონდა ძალიან სამწუხაროა ის, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა ამ სიიდან კონკრეტული გვარების ამოღება და ამ ადამიანებს შორის არიან მათ შორის ის ადამიანები, რომლებსაც უშუალოდ როგორც ფეხბურთელებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ნაკრების განვითარებაში, მაგალითად არის ალექსანდრე იაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, არიან სხვა ვიცე-პრეზიდენტები, არის ასევე ტექნიკური ჯგუფი, რომელთა წარმომადგენლებიც იყვნენ წარდგენილი ღირსების მედალზე. უბრალოდ გაუგებარია ასეთი დამოკიდებულება, რას ემსახურება ეს ყველაფერი, მე არ ვიცი, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი იყო, რომ სრულად დაკმაყოფილებული იყო ის წარდგენება, რომელიც ჩვენ გავგზავნეთ პრეზიდენტის განსახილველად, სწორედ კონსულტაციების საფუძველზე. ქართული ოცნების საპარლამენტო სიას, საარჩევნო სიას ბიძინა ივანიშვილი უკვე წერს. მე მაინტერესებს თქვენ რა იცით ამ სიის შესახებ? რაც შეეხება საპარლამენტო სიას, დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა არის გამორჩეული ყველა წინა საპარლამენტო უმრავლესობისგან ბევრი თვალსაზრისით. მათ შორის ეს არის კომპეტენცია, მათ შორის რუსული კანონი არის სრუბენტელობა, რაც არაერთხელ მეთქვამს თქვენთვის, ხო? ეს არის სრუბენტელობა და გირჩევთ, რომ არ გააგრძელოთ თქვენზე აისახება ეს ცუდად. ეს თავს თქვენი აზრია და შეურაცხყოფების გარეშე ბატონო ირაკლი გისმენთ. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, მე მიმაჩნია, რომ ვისაც ექნება სურვილი მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიდან, ყველა უნდა დარჩეს ამ საპარლამენტო სიაში. ეს არის გუნდის საერთო დამოკიდებულება, გუნდის თითოეული ლიდერის გადაწყვეტილებაზე არ არის შეჯიბრება. ეს არის გუნდის რეფერენდუმება დარჩენა და ეს არის გუნდის საერთო დამოკიდებულება, მთელი გუნდის საერთო დამოკიდებულება. აქ იგულისხმება, რა თქმა უნდა, საპატიო თავმჯდომარე, აქ იგულისხმება პარტიის თავმჯდომარე, აქ იგულისხმება პოლიცია-ბჭოს თითოეული წევრი. ეს არის გუნდის საერთო დამოკიდებულება. გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა არის გამორჩეული გუნდი, ამ გუნდის თითოეულ წევრს, თუ ექნება დარჩენის შესაძლებლობა, უნდა მიეცეს ამის საშუალება. არის თუ არა დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილზე და სიის პირველი ნომერი იქნება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი. თქვენ თუ იცით, ბატონო ირაკლი, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება არის ასეთი, რომ ყველა პრინციპული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული კონსულტაციების საფუძველზე. მთელი ამ წლების განმავლობაში, 12 წლის განმავლობაში, სწორედ ამ პრინციპით მოქმედებდა ბიძინა ივანიშვილი. ჯერ არ დაწყებულა კონსულტაციები სიასთან დაკავშირებით. რომ ღარიბაშვილი იქნება პირველი ნომერი. ჯერ საერთოდ არავითარი ჩვენთან სია განიხილება კოლეგიალურ რეჟიმში, პოლიცია-ბჭოს ფორმატში. აქედან გამომდინარე, ყველა უნდა დაელოდოს შესაბამის ფორმატში ამ საკითხის განხილვას და გადაწყვეტილებები მიიღება სწორედ პოლიცია-ბჭოს
ფორმატში. ეს იყო ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს პარტიის პოლიტიკური საბჭო. კოლეგიალური ბიძინა ივანიშვილი არ წყვეტდა ყოველთვის ბატონო ირაკლი ახლა რომ ამბობთ რომ პოლიტსაბჭო იღებს ამ გადაწყვეტილებას ხო ყველამ ვიცით რომ ივანიშვილი წერს და შემდგომ სხვები ხელს აწერენ და ეთანხმებიან იმიტომ რომ ასე წდება საკითხი. არასწორია. ეს არის ტყუილი ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ასეთი პროცესების მიმართ არის სრულიად განსხვავებული. მის დამოკიდებულება არის ის, რომ ნებისმიერი პრინციპული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული კოლეგიალურ რეჟიმში და ამისთვის არსებობს სათანადო ფორმატი, ეს არის პოლიტსაბჭოს ფორმატი, პოლიტსაბჭო იღებს საბოლოოდ გადაწყვეტილებას სიის ფორმირებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, აქ არის ჩართული გუნდის ყველა ლიდერი, პირველ რიგში პარტიის საპატიო თავმჯდომარე, შესაბამისად ამ ფორმატში იქნება მიღებული გადაწყვეტილება. დღემდე იქნებით ეს უკვე იცით პრემიერ-მინისტრი. გამომდინარე იქიდან რომ პოლიტსაბჭოს არც კი უმსჯელია, როგორ შეიძლება მე ამასთან დაკავშირებით პასუხი გაცნო. ევროპულ სანქციებთან დაკავშირებით მინდა თვის ბოლოს ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას დააწესებენ თუ არა სანქციებს საქართველოს ხელისუფლების მისამართით. აი მე მაინტერესებს ამერიკული სანქციების შემდეგ ელოდებით თუ არა რომ ევროკავშირი მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებას, თუმცა დღეს მისთა კაბინეტის წევრებიც ამბობენ რომ ამერიკული სანქციების სიმძიმეც არ გვინახავსო და ევროპულ სანქციებსაც არ ველოდებითო და თქვენ მაინტერესებს რა მოლოდინები გაქვთ ევროპული საბჭოს სამიტის გადაწყვეტილების შემდეგ თვის ბოლოს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააწესა ეგრეთ წოდებული სავიზო შეზღუდვები, თვითონ არ უწოდებენ ამას სანქციებს. ეს არის სავიზო შეზღუდვები და რეალურად ეს სავიზო შეზღუდვები დაწესდა გვარების გასაჯორების გარეშე და უფრო მეტიც ჩვენ გადავამოწმეთ დღემდე არც ერთ დეპუტატს არ მისულია შეტყობინება სავიზო შეზღუდვის დაწესების თაობაზე. აქედან გამომდინარე მე მგონია რომ ის აჟიოტაჟი რომელიც შეიქმნა ოპოზიციაში არის აბსოლუტურად გადაჭარბებული, არავით არის სიხარულის საფუძველი, არავით არის სიხარულის თვითონ ის გადაწყვეტილებაც რაც გახმოვანდა არის შეურაცხყოფელი ქართული სახელმწიფოსთვის და ქართული საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ასე არ შეიძლება ელაპარაკებოდე პარტნიორ ქვეყანას, მაგრამ რაც შეეხება თვითონ ასე ვთქვათ ამ გადაწყვეტილების პრაქტიკულ დატვირთვას, პრაქტიკული დატვირთვა არის რეალურად ნულოვანი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, როცა გვარების დასახელების გარეშე წესდება სავიზო შეზღუდვები, მას ერთადერთი ეფექტი შეიძლება ქონდეს, ეს არის შეურაცხყოფის მიყენება სხვა სახელმწიფოსთვის, ეს არ შეესაბამება პარტნიორულ სულისკვეთებას, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჩვენი მხრიდან იმისათვის, რომ მომავალში რეალურად პარტნიორული ურთიერთობები გამყარდეს. ეს არის ჩვენი სურვილი. მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო განსაკუთრებული პატივისცემა მოქმედი ელჩის მიმართ, რომლის საქმიანობა არის თვისებრივად განსხვავებული წინა ელჩის საქმიანობისგან. შესაბამისად გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი. მე მაქვს იმედი, რომ არსებული არასწორი რელსებიდან ეს ურთიერთობები გადავა სწორ რელსებზე. ამერიკის შეერთებულ შტატებმა გადაიყვანა თავის დროზე ყოფილმა ელჩმა იმდენი რამე გააფუჭა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, რომ ამაზე მეტის გაფუჭება უბრალოდ პრაქტიკულად თუ თეორიულად იყო შეუძლებელი. მაქსიმუმი გააფუჭა წინა ელჩმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კუთხით და ამას სჭირდება ხელისუფლება, რომელსაც დაუწესეს სავიზო შეზღუდვები. გინდა სანქცია უწოდოთ, რაც გინდა ის უწოდოთ. თქვენ ხართ სანქცია. არავით არის პრაქტიკული დატვირთვა, ამას არ აქვს. თქვენ გახსოვთ თავის დროზე მოსამართლეების მიმართაც დაწესდა ასეთი სავიზო შეზღუდვები, თუმცა მას არავით არის ფორმით არ უმოქმედია სასამართლოს საქმიანობაზე, არ შეუზღუდია სასამართლოს დამოუკიდებლობა, რა თქმა უნდა მიზანი იყო სასამართლოს კი ამერიკის რეპუტაციაზე მოქმედა. რა თქმა უნდა, როდესაც სავიზო შეზღუდვებს აწესებ ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულების გარეშე, ეს რა თქმა უნდა შენი ქვეყნის რეპუტაციაზე მოქმედებს. ამ შემთხვევაში ამერიკულმა მხარემ დააწესა მოსამართლეების მიმართ სავიზო შეზღუდვები ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულების გარეშე, რამაც რა თქმა უნდა უარყოფითად ბატონო კითხავთ სხვა თემებზეც. გიორგი გახარიას განცხადებაზე კითხავთ. ბატონო ირაკლი, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მათთვის ყველაზე ახლო პოლიტიკური ძალა არის ლელო. გიორგი გახარიას განცხადებაზე უნდა კითხოთ და ნებისმიერი ფორმით მათთან თანამშრომლობაზე არიან მზად. რა შეიცვალა
ჭახარი აკრიტიკებდა ადრე ხაზარაძეს. ჩვენ არავისთან თანამშრომლობას არ განვიხილავთ, თუმცა არჩევნების შემდეგ გარკვეული ერთობა არ არის გამოყენებული. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ნული დამოუკიდებლობა აქვს ამ ეგრეთ წოდებულ პარტიებს, ვისაც ქვია ოპოზიცია, სინამდვილეში ეს არის აბსოლუტურად მართული, არავითარი დამოუკიდებლობა მათ არ აქვს, შესაბამისად ნებისმიერი შეურაცხყოფელი ნაბიჯი შეიძლება გადაადგმილონ. ეს არის აგენტის ბედი, ეს არის ჯაშუშის ბედი. აქაც ხედავთ კონკრეტულ მაგალითზე, გახარიას და ხაზარაძის მაგალითზე, ერთი მეორეს უწოდებდა თაღლიც და მეორე პირველს უწოდებდა თვალთხარიას. და დღეს დაავალეს, რომ თვალთხარია და თაღლითი უნდა გაერთიანდნენ და ისინი ძალიან გაერთიანდნენ. ასეთია ჯაშუშის და აგენტის ბედი, ეს არის ძალიან სამწუხარო. რაც შეეხება მელია გვარამიას, ახალი პარტიით ცდილობენ თავი წარუდგინონ ამორჩეველს. გამოსდით თუ არა ნაცმოძრაობისგან დისტანცირება? თუ ზოგადად გვარამია მელიას რო ახალი ქვია, ეს უკვე სასაცილოა. როგორც შეიძლება ახალი დაარქვა იმას, რაც საზოგადოებას აქვს უკვე წლების მანძილზე ყველში ამოსული, ხო, თქვენ გახსოვთ, როგორ ძალადობდნენ ეს ადამიანები, როცა იყვნენ ხელისუფლებაში 2004 წლიდან მოყოლებული და მე რას აკეთებდნენ ისინი ოპოზიციის რიგებიდან, ხო, 20 წელია ეს ადამიანები არასვენებენ ამ ქვეყანას და თავის თავს უწოდებენ ახალს. აქედან ჩანს რამდენად დიდი ფარსია ეს ყველაფერი, რაშიც ტრიალებს ჩვენი ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში არის არა ოპოზიცია, არამედ უცხოელი აგენტების ერთობლიობა. რამდენიმე დღეს წინ იყავით თქვენ გერმანიაში და შეხვდით ოლაფ შოლცს, მე მაინტერესებს რა გითხრეს ევროპულ სანქციებთან დაკავშირებით და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ თვის ბოლოს ევროპელი ლიდერები. ანუ ხო გქონდათ კომუნიკაცია? მე მქონდა ბერლინში კომუნიკაცია რამდენიმე პრემიერ-მინისტრთან, რამდენიმე ვიცე-პრემიერთან, რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრთან და მათში დავინახე აბსოლუტურად ჯანსაღი განწყობა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ ოპოზიციის სიხარული არის ნაადრევი საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით. არავინ არაპირებს დასაჯოს საქართველოს, არავინ არაპირებს დასაჯოს საქართველოს მოსახლეობა, არავინ არაპირებს დასაჯოს ქართული ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. შესაბამისად, ყველაფერი იქნება კარგად ქვეყნისთვის და ცუდად ოპოზიციისთვის. საჯარო განცხადებებში რატომ გვესმის სხვა ნარატივები? თუ რაც ხომ მოლაპარაკების გახსნას არ ვიცი, ფასი დაუკარგა თვითონ ოპოზიციამ საბოლოო ჯამში ამ ასე ვთქვათ საკითხს. რაიმე არსებითი ფასი, ან თქვენ გახსოვთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით? კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გეტყვით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. გახსოვთ რამდენი ტყუილი ვრცელდებოდა კანდიდატის სტატუსზე მკითხეთ, ხო? კანდიდატის სტატუსს რაც შეეხება, თქვენ გახსოვთ რამდენი ტყუილი ვრცელდებოდა თქვენი ტელევიზიების მხრიდან, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. იტყუებოდით და იტყუებოდნენ, რომ თითქოს კანდიდატის სტატუსთან კონკრეტულ ტყუილს ვამბობთ. თქვენ იტყუებოდით, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით კანდიდატის სტატუსთან იყო დაკავშირებული ფინანსური და ეკონომიკური სარგებელი. და შემდეგ წელიწადნახევრის თავზე, როცა ჩვენ გვენიჭებოდა უკვე კანდიდატის სტატუსი, თვითონ თქვენვე ამტკიცებდით იმას, რომ არავითარი ფინანსური და ეკონომიკური სარგებელი არ იყო დაკავშირებული კანდიდატის სტატუსთან. შესაბამისად, ყალბი მესიჯებით ცდილობდით, რომ შეგექმნათ, ასე ვთქვათ, აჟიოტაჟი საზოგადოებაში იმისათვის, რომ გეცადათ რევოლუციის მოწყობა, რაც ჩაგივარდათ. ეხლა მოლაპარაკების გახსნის თემით მოლაპარაკების გახსნა არის გამოუსადეგარი თემა შანტაჟისთვის, რაც შეეხება ალბათობას. ვინც გვაშანტაჟებდა 2022 წელს და 2023 წელს, იგივე ხალხი გვაშანტაჟებს. ხო, რაც შეეხება მოლაპარაკების გახსნას და შანსებს, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, კანონის ინიცირებამდე მოლაპარაკების გახსნის შანსი იყო 0. ამ ლოგიკური დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევდა ჩვენ ის შეხვედრები, რომლებიც იმართებოდა ევროკავშირის კონკრეტულ წარმომადგენლებთან. დღეს ეს შანსი კანონის მიღების შემდეგ ეს შანსი არის გაზრდილი დაახლოებით 20-30%-მდე. თუმცა ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ეს ხო პოლიტიკა ერთია განცხადებები და მეორე არის შედეგი. განცხადებები თქვენ გახსოვთ. განცხადებები 2023 წელსაც იყო განსხვავებული განცხადებები, მაგრამ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, იმიტომ რომ სადაც პრინციპულად დადგები,
იქ შედეგსაც მიიღებს მარტყოფით დაკავებული ხა არ ვიცი ასე სპეკულაციურ კითხვებზე ვერ გაგცემ პასუხს. ხო, მოგეთ მთელი ოპოზიცია არის უბრალოდ საოცრება. კიდევ ერთხელ გამიმერებ, ხაზარაძე და გახარი აპირებენ გაერთიანებას. ერთი მეორეს უწოდებდა თაღლიც, მეორე პირველს უწოდებდა თვალთხარიას, გვარამიარას უწოდებდა სალომე ზურაბიშვილს, ამას ვერავინ ვერ გავიმეორებთ და შემდეგ. ხო, ანუ ასეთი საშინელება ხდება, როდესაც ასეთი ადამიანები ერთიანდებიან, აქ არის ერთ-ერთი ლოგიკა. რომ ისინი სინამდვილეში არიან უცხოელი აგენტები, რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია ამის წარმოქმნა, როგორ შეიძლება სალომე ზურაბიშვილი და გვარამია გაერთიანდნენ, ან ხაზარაძე და გახარია გაერთიანდნენ და ამ შემდეგ. ერთმანეთს ლანძღავდნენ ეს ადამიანები და აგენებდნენ უშუერი სიტყვებით. ეს არის ოპოზიციის საცოდავი მდგომარეობა დღევანდელ დღეს. ხარება და ბატონო ირაკლი, ორი დაჯგუფების დაპირისპირება მარტყოფში ბანდები არიან, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არის, სად არის რა საკონტროლებს ძალიან საინტერესო. მოკლედ, რა ხდება ხარებასა და შინჯიკაშვილს შორის თუ გაარკვიეთ ჩვენ ეს არის რაღაც ამის დრამატიზების აბსოლუტურად უსუსური მცდელობა. თუ სადმე ვინმეს რამე არ ვიცი, თუ სადმე ვინმეს რამე კონფლიქტი ქონდა, დარწმუნებულია რომ ეს კონფლიქტი მარტივად მოგორდება, მაგრამ დრამატიზებისგან არაფერი არ ხდება. დრამატიზებისგან ადამიანები დგანან და აკონტროლებენ თვითონ. კოვიდია და კარანტინი გამოაცხადეთ, არაფერი არ ხდება. დრამატიზებას ახდენთ ამ დრამატიზებას მიცებულებები არ არის რომ დაიწყოს თვითონაც გეცილებათ საკუთარი დრამატიზებას ბანფორმირებები დადიან და რეაგირებულია თურქეთში და გამოძიების დაწყების საფუძველი არ არის ახლა. თუ სადმე არის რაიმე გამოძიება დასაწყები, ამისთვის არსებობს შესაბამისი უწყებები, მაგრამ დრამატიზებას შეშვით. ეს არის ჩემი არა, ეს შესაბამისი უწყებების საქმეა. თუ დასაწყები იქნება სადმე გამოძიება, ყველაფერი იქნება დაწყებული. არაერთ საქმეზე, უამრავ საქმეზე არის გამოძიება დაწყებული. ძალადობის უამრავ საქმეზე არის დაწყებული გამოძიება. რაც შეეხება ძალადობას, აქ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი ტიპის ძალადობა უნდა იყოს დაგმობილი, მაგრამ მე აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ თქვენი ტელევიზიები და თქვენი პოლიტიკური პარტიები ახდენდნენ და დღემდე ახდენენ ძალადობის კონკრეტული ფაქტების რომანტიზებას. ეს არის თქვენი ხელწერა, რაც არის ძალიან ცუდი. ძალადობა შობს ძალადობას, აქედან გამომდინარე აბსოლუტურად ყველამ თავი უნდა სახელმწიფოს ფუნქცია, ყველაფრის გამოძიება და მოქმედებს საკუთარი პასუხისმგებლობის მიხედვით. მე კიდევ ერთხელ ჩვენ გვაქვს გამოძიების მაღალი სტანდარტი, მე მინდა შეგახსენოთ რაც შეეხება ფიცოს ბედის გაზიარებით მუქარის საქმეს, მე ამასთან დაკავშირებით გავაკეთე განცხადება, რომ თუ ნებისმიერი ქვეყნის გამოძიება დაინტერესდება მსადვარ ვიცე ჩვენება და ეს გამოძიება შეიძლება იყოს აქტუალური კონკრეტული ქვეყნებისთვის, მაგრამ არა ქართული გამოძიებისთვის. მე არ მგონია, რომ საბოლოო ჯამში მუქარა იყო შედეგზე გათვლილი, აქედან გამომდინარე ვერ ხედავ საქართველოში გამოძიების დაწყების ინტერესს, მაგრამ ფაქტია, რომ აღიარებაც მოყვამ ყველაფერს, ხო? პირდაპირ აღიარება იყო, ვითხრეს, რომ გარკვეული პროცესების შედეგი შეიძლება იყოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ლიკვიდაცია. ეს აღიარეს შემდეგ. ეს არის რეალურად მიქარა. რაც შეეხება საქართველოში შედეგზე გათვლას, მე არ მგონია, რომ ეს საქართველოს შედეგზე იყო გათვლილი, აქედან გამომდინარე საქართველოს რეალობისთვის მეც არ მგონია, რომ იყოს რელევანტური გამოძიების დაწყება, მაგრამ სხვა ქვეყნებისთვის შეიძლება იყოს აბსოლუტურად რელევანტური. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, თუ რომელიმე კონკრეტული ქვეყანა დაინტერესდება გამოძიება თუ დაინტერესდება, მზადვარ მივცე შესაბამისი ჩვენ. ბატონო ირაკლი, უნდა გითხოთ ბადრი ჯაფარიძეზე. ეს ყო დაშენების აბსოლუტურად უსუსური მცდელობა. აქედან ჩანს, რომ ის ადამიანები და ის ძალები,
რომლებიც საქართველოს აშანტაჟებენ, ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკების გახსნა არ გახსნით, არიან საკმაოდ უსუსო მდგომარეობაში. ბადრი ჯაფარიძეზე უნდა კითხოთ ნაციონალურ მოძრაობასთან კოალიციას გამორიცხავს ხალხის ჩვენ უნგრეთთან გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობები. უნგრეთი არის საქართველოს ძალიან მყარი მხარდაჭერი, არის განსაკუთრებულად ერთგული მხარდაჭერი და ეს ურთიერთობები გრძელდება ზუსტად ისეთივე რეჟიმში, როგორც გრძელდებოდა მთელი ამ წლების განმავლობაში. ბატონო რეკი, ბადრი ჯაფარიძე ნაციონალურ მოძრაობასთან კოალიციას გამორიცხავს ხალხის ნაწილის დამოკიდებულების გამო, თუმცა არ გამორიცხავს ამ ერთობას და კოალიციას არჩევნების შემდეგ. ჯაფარიძე რატომ ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას მოტყუებას? ეს საოცარი განცხადება იყო, ანუ ჩვენ წინასწარ არ გავერთიანდებით იმის გამო, რომ შეიძლება ვიღაცამ ხმა არ მოგცესო, მაგრამ არჩევნების მერე გავერთიანდებით. ანუ თვითონვე თქვა, რომ აპირებენ ამორჩევლის მოტყუებას, ანუ მანამდე არ უნდა არჩევნონ ერთობა და მერე უნდა გაერთიანდენ. ამორჩევას ესე როგორ მოვატყუებ, ხო? ნუ ეს არის ლელოს უსუსურობის კიდევ ერთი გამოხატულება. ოპოზიციონერ ქალებზე კითხავთ, რომლებიც მართავენ რეგიონებში შეხვედრაზე, ანუ არსებული ინფორმაციით NDI-ა დამფინანსებელი ამ შეხვედრების. რამდენად შეიძლება შეფასდეს წინა საარჩევნო კამპანიის დაფინანსება, თუნდაც NDI-სგან გაცემული ეს? ხო, რა თქმა უნდა, ეს უკვე არის საარჩევნო რეჟიმი, როდესაც უცხოური დაფინანსებით კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი დეპუტატები დადიან და ანგარიშობენ მოსახლეობას, ეს არის რა თქმა უნდა პირდაპირი საარჩევნო აგიტაციის დაფინანსება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას. ნუ შესაბამისად მიუღებელია, რა თქმა უნდა ამით ვერავითარ გავლენას, პრაქტიკულ გავლენას ვერ მოახდენენ საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგებზე, მაგრამ კანონს ასეთი პრაქტიკა რა თქმა უნდა პირდაპირ ეწინააღმდეგება. ბოლო კითხვა და იქნება ბატონო ირაკლი, ევროპული საბჭო რომ შეელებს საქართველოს. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, როგორც გაუცრუვდათ იმედები დღემდე ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე გაუცრუვდებათ მათ იმედები მომავალში. რაც ახლა მოლაპარაკებებს კიდევ ერთხელ ვიტყვი, კანონის ინიცირებამდე შანსი იყო 0, ახლა არის დაახლოებით 20-30%. პირდაპირ ციფრებით გეუბნებით, როგორია მოლაპარაკების გახსნის შანსი. 20-30% გარანტია. ციფრები არის ეს რას ნიშნავს? 20-30%. ქონდა შანსი რუსულ კანონამდე, სულ სხვა განცხადებებს აკეთებდით თქვენ? მოლაპარაკების გახსნაზე მე არაფერი განცხადება არ გამიგეთებია. თქვენ ამბობთ, რომ თქვენი ხელისუფლების პირობებში დაიწყებოდა ევროკავშირში გაწევრიანება და რანაირად? არა, ჩვენ ვამბობთ, ჩვენ თქვით, რომ ჩვენი ამოცანა 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს არის ჩვენი მიზანი და ამ მიზანს მივყვებით რა თქმა უნდა თანმიმდევრულად, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელდება შანტაჟი, რაც თავიდან დაუკავშირეს კანდიდატის სტატუსს, ახლა უკავშირებენ მოლაპარაკების გახსნას კონკრეტული ძალები. ეს არ არის ევროკავშირი, ეს არის ეგრეთ წოდებული გლობალური ომის პარტია, რომელსაც სამწუხაროდ აქვს თვისებრივი გავლენა ევროკავშირზე. ეს გლობალური ომის პარტია აგრძელებს შანტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა დღეს მოლაპარაკების გახსნის თემა არის აბსოლუტურად გაცვეთილი, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი. შესაბამისად, არავითარი ფასი ამ საკითხს არ აქვს. ომის პარტია რომ არ არსებობს, ეს უკვე ითქვა მათ შორის სუსის უფროსისგან და რეგისტრირებულიც არ არის მსგავსი პარტია. რეგისტრაცია რა შუაში? რა პარტია ასეთი, რომელიც არ არსებობს ბუნებაში, მაგრამ თქვენ აქცევთ რომ არსებობს? ბუნებაში არსებობს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია ორგანიზაციებთან და ადამიანებთან, გვარებთან დაკავშირებით, ვინც არის წარმოდგენილი გლობალურ ომის პარტიაში. მათ შორის ჩვენ გვარებით ვიცით, რომელი ევროპარლამენტარები, რომელი სენატორები და შემდეგ გამოხატავენ. არ ვიზამთ ამას, იმიტომ რომ სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის ამ ყველაფრის დაკონკრეტება, მაგრამ ვინც აშანტაჟებდა კანდიდატის სტატუსით საქართველოს, თქვენ ხო გახსოვთ ივნისში, 2022 წლის ივნისში, საქართველოს ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ეთქვა უარი კანდიდატის სტატუსზე. ვინ აშანტაჟებდა? აბა ევროკავშირი გვაშანტაჟებდა? არ იყო ეს ევროკავშირი. ეს იყვნენ ის ძალები, რომლებსაც აქვთ თვისებრივი გავლენა ევროკავშირზე სამწუხაროდ.